დღემშვიდობისა ჩემო ძვირფასებო, ყველაზე მთავარი ამბავი, რაც სპორტის სამყაროში ახლა ხდება, ეს არის ევრობასკეტი 25 და ჩვენთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენების არაჩვეულებრივი ბრწყინვალე გამოსვლა ამ ჩემპიონატზე და ამას გვერდს ვერაულით, რა თქმა უნდა, ესპანეთი დავამარცხეთ 14 ქულით. გილოცავთ მეგობრებო, ესეთი სტაბილური თამაში, ესეთი შეტევაშიც, კარგად თამაში, დაცვაშიც, ეს სამქულიანების ყველაზე ჩვენი აქილევსის ქუსლი, რაც იყო ამ თამაში ბრწყინვალე იყო. მოკლედ, რა თქმა უნდა, აი ორი აზრი რომ არ არის ჩვენების ბრწყინვალე თამაში, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ესპანეთი აჩრდილი არ არის წინა ჩემპიონატზე რაც იყო, ანუ ჩემპიონები არიან მოქმედი და მე ესეთი უსუსური ესპანეთი, მით უმეტეს ესეთ მნიშვნელოვან თამაში ძალიან გამიკვირდა მეგობრებო, რა თქმა უნდა, ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, თავარია მოვიგეთ, აი ძალიან დაძაბული შეხვედრა გვექნება დღეს იტალიასთან და აქვე უნდა გამოგიტყდეთ, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ, თქვენი აზრი, რა თქმა უნდა, კომენტარებში ძალიან მაინტერესებს. დარჩენილი 4 შეხვედრიდან, ესე იგი, პრინციპში ესპანეთს მოუგეთ, ახლა იტალია, მერე საბერძნეთი, კვიპროსი და ბოლოს ბოსნია. აქედან მეგობრებო, ერთადერთი ვითანაც მგონია, რომ აი უპირობოდ წავაგებთ, აი შანსები რა თქმა უნდა, ეხლა სადაც ესპანეთს მოუგე, მაგრამ ესეთ ესპანეთს პრინციპში ხო, ნუ არ არიან ფორმაში. აი საბერძნეთთან მგონია, რომ შანსი არ გვაქვს. და საბერძნეთთანაც თუ ესეთი საოცრება ჩავიდინეთ, მართლა ხელები ამიწევია. თუ საბერძნეთსაც მოუგეთ, მეგობრებო, რა ვიცი რა. ნუ თავისთავად მგონია, რომ აუცილებლად გავალთ ჯგუფიდან და ყოველივე საუკეთესოს უსურვებ დღეს ამ დაძაბულ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, გაიგიჟებს თავს იტალია ჩვენს წინააღმდეგ დღეს და აი შემდეგ გვექნება უკვე საბერძნეთთან და საბერძნეთთანაც რომ წავაგოთ, მერე ალბათ ბოსნიასთან და კვიპროსთან უნდა მოვიგოთ თავისთავად. ერთი თამაში მაინც რომ მოვიგოთ, ჯგუფიდან გავალთ. ასე მგონია. აქედან გამომდინარე, ნახოთ რა იქნება და აი 27-ში აქ ყველაზე მთავარი მეგობრებო, რა თქმა უნდა, ლიდერები ვინ როგორ წარმოჩინდა. არაჩვეულებრივია ლიტვა, პორტუგალიაც ძალიან ბრძოლის უნარიანი გუნდია, გერმანია მანქანა ჩვეულებრივად, მანქანა. თურქეთია ძალიან ესეთი მაგარი გუნდი, ფინეთია კარგი, რა თქმა უნდა, სერბეთისგან მე უფრო მეტს ველოდი, თუმცა რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პრეტენდენტია. ეს 27-ში რო გაიმართა თამაშები, მეგობრებო, ინგლისი, ლიტვა 70-94, ჩეხეთი, პორტუგალია 50-62, მონტენეგრო, გერმანია 76-106, ლატვია, თურქეთი 73-93, შვედეთი, ფინეთი 90-93, ძალიან დაძაბული იყო, სერბეთი, ესტონეთი 98-64, ეს 27-ის თამაშები, აი ხოლო 28-ში ჩვენი ბრწყინვალე 14 ქულიანი გამარჯვება 83-79 ესპანეთთან, ისრაელი, ისლანდია 83-71, ბელგია, საფრანგეთი 64-92, ბოსნია, კვიპროსი 91-74, საბერძნეთი, იტალია ძალიან მაგარი თამაში იყო 75-66, ატეტოკომბოების არაჩვეულებრივი ტრიო. სლოვენია, პოლონეთი, ეს იყო ცოტა მოულოდნელობა 95-105, დონჩიჩი პოლონეთის წინააღმდეგ, ესეც შემიძლია დავარქვა ამ თამაშს.
ეს 28-ში მეგობრებო, 29-ში აი ესეთი თამაშები იყო. გერმანია, შვედეთი, მანქანამ შვედეთს მოუგო 105-83, თურქეთმა მოუგო დამაჯერებლად ჩეხეთს 92-78, ლიტვამ განადგურად აი ვის სიამოვნე ამ თამაშით, აი წინვალე იყო ლიტვა მეგობრებო, 94-67 მოუგო მონტენეგროს. ესტონეთი, ლატვია იყო ეს ორი ერთნაირი დონის გუნდები ფაქტიურად, თუმცა ხალხი უფრო მეც მოითხოვდა ლატვიისგან, მაგრამ ესტონეთი ძალიან მაგრა ეთამაშა და ძლივს მოუგო 2 ქულით ლატვიამ 70-72. შემდეგ ფინეთი, დიდი ბრიტანეთი 109-79 და პორტუგალია, სერბეთი 79-80. იყო ბრძოლა, რა თქმა უნდა. გადავიდეთ მეგობრებო დღევანდელ თამაშებზე, რაც გაიმართება, რამდენი თამაშია შეხედეთ. ესე იგი, აი წინვალე და საოცარი თამაში იქნება ლიტვა, გერმანია, ჩეხეთი, ესტონეთი, ისლანდია, ბელგია, იჩვენი 4 საათზე იტალია, საქართველო, ინგლისი, შვედეთი, საფრანგეთი, სლოვენია, ლატვია, სერბეთი, კვიპროსი, საბერძნეთი გაანადგურებს, აქ დაიმარხება კვიპროსი, მონტენეგრო, ფინეთი, აქ ფინეთი მოიგებს უეჭველად, თურქეთი, პორტუგალია, აქ შეიძლება რომ რაღაცა სიურპრიზი შემოგთავაზოს პორტუგალიამ. შემდეგ არის პოლონეთი, ისრაელი და მგონია რომ პოლონეთმა უნდა იმარჯვოს. საოცარი სამქულიანი მსროლელები არიან, აი წინვალე მეგობრებო და მგონია რომ პოლონეთმა უნდა შემოგთავაზოს აქ სიურპრიზი და ბოლოს არის ესპანეთი, ბოსნია და აი აქ ვნახოთ ესპანეთი რას ისამს, ჩვენთან შემთხვევით წააგო თუ როგორ არის საქმე, ვნახოთ ბოსნია, ესპანეთი მოკლედ და აი ესეთი ამბებია მეგობრებო, რა თქმა უნდა ძალიან ხშირად ჩაგერთვებით და რაც მთავარია ფეხბურთში მორჩა საკვალიფიკაციოები და ყველაფერი გადავიდა უკვე ჯგუფურში და აქაც გველის ბევრი თამაში. მოკლედ ყოველივე საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით, კომენტარებში დამიწერეთ ჩვენს ნაკრებს ვისთან შეუძლია ამ დარჩენილ შეხვედრებში მოგება. აბა დროებით და უყურეთ მეგობრებო დღევანდელ თამაშებს.